ეს ტრაქტორი მარტო ვერ იმუშავებს, ეხლა გაჩვენებთ რითი ვაპირებთ მუშაობას. გადავწყვიტეთ, რომ კარგად გავალამაზოთ აქაურობა და გავაკეთოთ კარგი ტრეკი. სადაც თქვენც, ვისაც ყავთ ასე მანქანები, შეძლებთ რომ ივარჯიშოთ ხოლმე, ჩვენც ხშირად ვივარჯიშებთ ხოლმე და უფრო სისტემატიური სახე მიეცემათ ჩვენს შეჯიბრებებს. გადაბულები. ამებს რო გადავიტანთ, გასუფთავდება, მერე უკან უკვე დავაწყობთ ტრეკს. ჯერ მოფიქრებული არ მაქვს ზუსტად როგორი ტრეკი იქნება, მაგრამ იდეები მოვა. ეხლა მომივიდა მაგარი იდეა, ძალიან მაგარი იდეა. წარმოვიდგინეთ, ეხლა თქვენ რო იქ დააჭიროთ არხის გამოწერას, რა მაგარი იქნებოდა. მე მომემატება გამომწერები და 40,000 გამომწერზე მაგარ გათამაშებას გავაკეთებ, აი მე. აბა მზად ხართ? არა? კარგი, ჩვენი შეჯიბრი გახსნილად გამოვაცხადოთ ჩვენი შეჯიბრი და დავიწყოთ კვალიფიკაციები. ესე იგი, წავით მანქანებს გადავხედოთ ჯერ. როგორი მანქანები ყავს? ჩვენი პირველი მონაწილე იქნება ბატონი რატი, თავის ლამაზი სენტონით და მომზადე? ორი წრე. წავიდა. ლამაზად გაეშვა რატი, რაღაცა არ ჩქარობს თითქოს. დააჭი გას, დააჭი. პრობლემა აქვს, რატის აშკარად რაღაცა ვერ გაიარაკა. ისე როგორც საჭირო იყო, 14 და 16 იყო რატის საუკეთესო დრო. აბა ბატონო საბა. საბა არის ჩვენი წინა შეჯიბრის გამარჯვებული. აგრესიული სტარტი საბასგან, ცოტა ისე ნაკლებად ტრაექტორიული შესვლა, თუმცა ძალიან კარგად გაიარა ესი. უნდა და ლამაზი შესვლა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეხლა არის ლუკა, ნახე ესე წითელი მანქანით, წინა შეჯიბრზე აიღო მეორე ადგილი, ნახოთ დღეს რას იზამს. აგრესიული სტარტი ლუკასგან და ძალიან ჭკვიანური შესვლა ესიც. საკმაოდ კარგად გაიარა, ნახოთ. 13.69. ერთი წამით აჯობა მის წინა მორბედმა. მიხეილის აგრესიული სტარტი. და გინდა ქრაულერებს ატარებდა მთელი ცხოვრება და შორტ კურსსაც კარგად მოერგო აშკარად. ახლა კი ჩემ მეგობარი დევი, ჩემ ჩაცმულობაზე რო ზრუნავს ხოლმე, ის წარდგება ჩვენცით. დაიძრა ლოსი TLR ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა დედამიწის ზურგზე. ნახოთ 16.64. ესე იგი, ბატონი სტასი ჩემი საყვარელი მოდელით წარსდგა და მანქანას გულ შემატკივრობ ძალიან. ოხრა კარგად მუშაობს ეს მანქანა, ოხრა კარგად მუშაობს. აგრესი 13.87 კარგი წრე. ოკეი. ბატონი ნუკრი მოვიდა ახლა ჩვენი დრაგის გამარჯვებული, იმის მერე დრაგი აღარ ჩატარებულა. არა, იმიტომ კი არა შეგვეშინდა. შვენივრად დაიძრა ნუკრი და ნახე რა კარგად შევიდა, მაგრამ ცოტა გააფუჭა. 13.55. რა გინდა, შვენიერი შედეგი გვაჩვენა. ნახოთ არმა სენტონი რას იზავს. წავიდა. შვიდად შევიდა. აბა ნახოთ დრო. 22.15. ჩვენი მანქანების მფარველი აგელოზის სანდრო არის. ძალიან შვიდად დაიძრა სანდრო. ძალიან კარგად შევიდა პირველ მოსახვევში, მეორეშიც, მესამეშიც. უნდა და ეს ახლო ლამაზად ეფექტურად, მაგრამ შემთხვევით წაკრა. ჩვენი შემდეგი მონაწილე ვასკა, ეს ზუსტად ის ვასკა, ვიდეოებს რომ იღებდა ხოლმე და ნანახი რო გაქვთ. ასე რომ კარგად დაიძრა ვასკა. ნახე როგორ სუბუქა და რაღაცა დრიფტი მოგვინდომა, აქ უფრო სწრაფ სიარულზე უნდა ვიყოთ. არა, პრინციპში ხო, შოუ ძალიან კაია. ნახოთ 16.02. ბატონი დავითი. რამდენი გაზი გრუნდზე ვის, გაუგი ამდენი გაზი, მაგრამ მაინც დაიჭირა. შვენიერი და მოგეხვია, რა გინდოდა, რა კარგად მიდიოდი. მაქედან უფრო აღიქმება, ხო? ტარებაც სირა მაგარია მაქედან. ტრაექტორიებს კარგად საზღვრა.
მიტარებია. აბა? პირველი საბა და მიშა, მერე ნუკრი და ვასკა, ლუკა და სანდრო, სტასი და რატი. ბრინდება ჩვენი დრონი, მოემზადეთ. გავარდა საბა როგორ შვევია, თუმცა მიშა ახლოს არის, მაგრამ გადაუვარდა. საბა ძალიან მშვენივრად გაიჭრა წინ. მოუცურდა მიშას შანსი აქვს დაეწიოს, გაიწი ბიჭო, აქედან ნუ მიშლი. არა, ახლოს მიყვება, აი ტრეკი იმდენად რთულია, რომ რაც არ უნდა გასაჭირო, მაინც შანსი აქვს უკანა, ასე ვთქვათ, შენ მოწიდა ღმეგეს. მაგრამ საბა მაინც ვერ არის, ნახე რას მიდის. თქმა უნდა, გამარჯვებულია ჩვენი საბა. კარგი, არ მინდა შოუ, არ მინდა. ეხლა ჩვენი ესეთი დიადი მეომრები, ნუკრი და ვასკა, მზად ხართ? ვიწყებთ. ნუკრი გაიჭრა წინ, მაგრამ ვასკაც მიყვება ძალიან ახლოს. ნახე როგორ იბრძვიან და იმედმე რამდენად დამებაენა რა კარგად გადაუწრეს ერთმანეს რიგრიგობით. ნუკრი წინ მიდის, ვასკაც მიყვება, შეჯახება, შაუჭრა ვასკამ გემრიელა და ზედ გადაუარა. ჩქასტო, ვასკა დაიძარი და მე დაიძრება ისიც. წავიდა, ვაგრძელებთ. ნუკრი ადანებია, მიდი. არა, ვასკა კარგად გაიჭრა, ხო, მაგრად შეეჯახა ნუკრი, მაგრამ ნახე როგორ მისდევს, გაცოფებული მიყვება უკან. მოდი აქ ეძახის. დაეწია. სამართლიანად გაიმარჯვა ბატონმა ვასკამ. ეს წინასწარი ფინალია, იმიტომ რომ ლუკა არის ჩვენი წინა შეჯიბრის მეორე ადგილოსანი, სანდრო არის ჩვენი შეჯიბრის მესამე ადგილოსანი და შეჯახება მოხდა და გაიჭრა ლუკა წინ. მისდევს სანდრო, მაგრამ ეწევა, ძალიან კარგად ებრძვის, უფრო სტაბილურია სანდრო აშკარად და შეეჯახა, იჩქარა მოხვევა. თუმცა ჯერ შანსები კიდევ არის. ეს ძალიან რთული ტრეკია და ნებისმიერ დროს შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კიდე მოუწურდა სანდროს, კიდე ქვაზე ახდა. ვინ არის? სტასი და რატი. წავიდა, გაიჭრა რატი წინ. ისეთი ნელი აღარ არის რატი თითქოს, თუმცა სტასი გაექცა და გაუძრა. არა, ისევ სტასი გაიჭრა წინ, თუმცა ნახეთ, ეს არის რთული ტრეკის ამბავი. წავიდა. მართლა ბრძოლობენ, ესენი არ ბოლობენ, ესენი ბრძოლობენ და რა კარგად შევიდა რატი. ზაათალაბარი ბრძოლა და გაისროლა. ეს ჩემი ფავორიტი. ერბოლა არის დღევანდელ შეჯიბრზე. სტასი მაგრად არის, ბრავო. კვალიფიკაციაზე რა ჭირდა? მართლა დამსახურებულად ბრავო ჩემგან სტას. კარგად ხალხებო. წარმატებები. ვიბანაო, რას ვგევარ, დავკერხერდე. ახლიდან ამაწყონ, დიტეილინგზე მივალ, რა ვიცი რა. სასახელოდ გადა. არა, ჯამფელი. ვასკა და ლუკა, სათხართ? აბა ნახოთ. გაიჭრა ლუკა წინ, შვიდად შევიდა, თუმცა იგივენაირად ვასკაც, მაგრამ დაეჯახა სამწუხაროდ. ლუკამ შვიდად მიდის, არ ჩქარობს რო არ დაუშვას შეცდომა. ჯერ ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ ტრეკი გვაქვს ძალიან რთული. და ძალიან შვიდად, წყნარად გაიმარჯვა ბატონმა ლუკამ. ვასკას ექნება შანსი იბრძოლოს მესამე ადგილისთვის. ლუკა კი ფინალშია. საინტერესო ამბებია. ეხლა ჩვენი დებიუტანტი წერა რომ გაგვაუცა სიარული ჩემი საყვარელი მანქანით და ჩვენი წინა შეჯიბრის გამარჯვებული ბატონი საბა შეჯიბრებიან ერთმანეთს. ეს მაინტერესებს ძალიან. ნახოთ. აბა საბა. რატომღაც გონია რომ ეს რბოლა ფინალს დაემსგავსება. სათხართ? საბა გაიჭრა, რა აგრესიული მანერა აქვს, მაგრამ შეიჯახა, კონტაქტი იყო. აგრძელებენ. ძალიან კარგად მიდის საბას მანქანა უჭირავს ძალიან კარგად. ყოველთვის გამოსდიოდა ეს და არც ამ ტრეკზე არ გაუჭირდა ნამდვილად. ჩვენიერი. თუმცა სტასის ნახე როგორ აგრესიულად მისდევს. სტასის მანქანა კიდე მაუცებს, ან რა მუხრუჭი აქვს, ან რა აჩქარება, ან რა დაკიდების სისტემა აქვს და სხვათა შორის წამოეწია და მესამე წრეს ჩახურა ბატონმა საბამ და საბა ისევ ფინალშია. ესე იგი, იწყება ჩვენი ფინალები. აბა მესამე ადგილისთვის სტასი და ვასკა.
წავიდა. Რაღაცა ნახე როგორ უკვე სხვანაირად იბრძვიან, უკვე სხვა ჯგუა სატანენ ორივე მოწურდა. თუმცა ნახე როგორ აგრესიულად მისდევს სტასი და ვასკა ისე ძალიან შვიდად წინ მიდის. სტასი ცუდად შეეჯახა და ამ დროში ვასკამ პირველი წრე შვიდად დაამთავრა. ამასობაში ჩვენმა ვასკამ მეორე წრე დაამთავრა. Stас კიდე ერთი ავარია, მაგრამ მანქანის ბალანსი თავისაშვება და ვასკა მესამე ადგილოსანია. პირველად მოხდა რომ ვასკა დააფიქსირა და ასე ვთქვათ საჩემპიონო ადგილი შეგვიძლია მიულოცოთ. აბა, დეჟავიუ. საბა და ლუკა ყლავ. ნახოთ წინა ფინალი. როგორც უკვე გითხარით, საბამ წაიღო. აბა, მზად ხართ? რაღაცა ვერ არის მზად ხართ? აბა ვიწყებთ. ტიტანები შეკიდება და საბა მოწყდა, ესეთი არ მომხდარა. პირველად მოხდა ლუკამაც იხელთა დრო წინ გავიდა და კიდე შეეჯახა საბა. აღელვებულია საბა აშკარად, იმიტომ რომ მის წინ მანქანა შეჯიბრზე პირველად მიდის. ეს არის ის რა გზნობაა. გაცოფებული მიყვება უკა რომ გადაასწროს, მაგრამ ლუკას სიმშვიდე აშკარად თავისას შვება. თუმცა დაეწია, ვნახოთ. მოუცურდა კარგად შევიდა, წამოეწია. არა, აი როგორც ფინალს ეკადრება ზუსტად ეგეთი ფინალია და ბოლო წრე, ნახოთ რა მოხდება ბოლო წრეზე. და გადაასწრო, არა ისევ კიდე გადაასწრო ლუკამ და მე მგონი ეს იყო ფინალი. სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოდი, ესეთი კაი საყურებელია. აი, ნავარჯიშები ადამიანის ტარება სულ სხვანაირია, სულ სხვა პერფორმანსს გაჩვენებს და საერთოდ სხვა ექშენი მოაქვს და სხვათა შორის აი რეალურად რომ დავფიქრდეთ, პარემით პადერ კომენტარს გავაკეთებ რა. ყველა რო ესავარჯიშობდეს როგორც ეს ორი. ბევრად საინტერესო იქნებოდა ჩვენი სფერო და მე მინდა რომ მადლობა უთხრა მათ, რომ აი ესე კარგად არიან მომზადებული და ესეც საინტერესო შოუს გვანახებენ ხოლმე. ოპა. ვიწყებთ დაჯილდოების ცერემონიალს. ბატონი ვასკა ჩვენი მესამე ადგილი. აბა, ბატონო ვასკა. წამოიგე. დავაი. სკუპ. აჰა. და ამ მუსიკა უნდა რამ რაღაცები მუსიკები გვინდა, მაგრამ აჰა, სულ მინდოდა ვასკა. ეს შენთვის და ნახეთ როგორ თასები გვაქვს. გილოცავ. სხვათა შორის სანამ მეორე ადგილს დავაჯილდოვებთ, პარკი ააძრე რომ მე ლამაზად გვანახო როგორი გამოვიდა. აბა მეორე ადგილი სად არის? წამოიღე. არ არის მიჩეული, ეგ ერთხელ გამოვიდა, ეგ რომ პირველი ადგილი და ეს ბებრუხადა და მე მახსოვს წინაზე ოქროთი დაგაჯილდოვე ბატონო საბა, მაგრამ არა უშავს. თავარია რომ თუ შეიძლება ჩვენი თასი, აი ვერცხლისფერი მინდოდა ზუსტად. ის რა ააძრე. და ჩვენი თავარი გამარჯვებული თუ შეიძლება. შეგიძლია ესე აქედან ტრაექტორიას გეტყვი თუ გინდა. ბატონო ლუკა, ცოტა უფრო მეტად მოგიწევს დაკუზვა, მაგრამ ძალიან მაღლა ხარ. ოპა, მომილოცავს და ესეც შენი ოქროს თასი. მოკლედ, ნელ-ნელა უფრო მასშტაბურ ამბებს მოვაწყობთ ხოლმე. ესე იგი, ესე დამთავრდა ჩვენი ამბავი. ჭირი კატო აქა რო, ეგ როგორ არის? კატო იქა, ჭილი აქა და როგორ? ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, მქვილი აქა. ნახონდის. მოიცადე? შემოიხედეთ. всё. ვაიმე. მადლობა ყველას. აბა, აქედან წავედი, ჩემთან სამწოდე მაქვს ბევრი. მოდი გულწრფელი აღიარება, რატომ მოიგე? რა მოგაგებინა დღეს? იცი რა არის, წინაზე არ მქონდა ეგეთი ფლად ბოლომდე მოგების შეგრძნება, აი ტოპ 3-ში რომ მოხვედრილიყავი, იმიტომ რომ მაინც პირველი შეჯიბრი იყო ამაქანით, უკვე საკმარისი იყო ჩემთვის. დღეს უკვე მქონდა ეგ ფიქრები, რომ პირველისკენ ეგ არის. გავიწევდი რა და მე არის განწყობის. მაგრამ ნუ ვარჯიში პრაქტიკა მანქანის გაუმჯობესებაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა. საბ. მითხარი რატო წააგე კილაზესთან, იმიტომ რომ წინაზე აშკარად დომინანტურად მოიგე. პირველი სტარტი რომ მქონდა ცუდი და აქით რომ გავფრინდი და მე გეფი რო იყო ჩვენ შორის მინიმუმ 3 მოსახვევი, თითქოს ხელი ჩავიქნი, მაგრამ
მე რაღაცა მომენტში მივხვდი რომ ვეწეოდი რა და მე დაწევის მე უკვე რო დავეწიე და გადავასწარი ზედმეტი მომევიდა უკვე რა და მე შევასკდი აი იქ ვარ შოფრენილიყავი პირველი ვიქნებოდი რა 4-ში არასდროს არ უნდა დანებდე ეს შენ კი არა აბსოლუტურად ყველას ჩემი რჩევა რომ ყოველთვის არის რაღაც შანსი და ყოველთვის შეძლებ ამას რა თავარია არ დანებდე და ბოლომდე მიაწყო ხო თქვენც მიაწექით იქ subscribe-ს მიაწექით არ დაგავიწყდეთ ხო აი იწყება ამ დღის ყველაზე მთავარი მომენტი ხორბი ზად მალე რბოლა ამის გარშე რბოლა ვერ იქნება ნუ საქართველოში არ ვიცი მაგრამ ჩვენთან ეგრეა აი გოგო ეს ცოტა სხვანაირი ხორცი ვიდეთ ნახოთ რა გამოგვივა მოგლად მე ერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე მწვადზე ეს არის რომ არ ვაყრი მარილს გამომდინარე იქიდან რომ მარილი მაინც აშრობს და შესაბამისად წვნიანი აღარ გამოდის ნაკლები უნდა იყოს ძალიან კარგი მაგას აქ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ეს რეალურად წალამი უნდა იყოს მაგრამ რეალურად უფრო მეტი გამომწერი უნდა მყავდეს მაგრამ აბა გავიწყდებათ რომ დააჭირეთ გამოიწერეთ შენი არხი სადღაც 90 აი 80-90%-ზე რო იქნება შემწვარი მე ერთ მხარეს დავაყრე გემრიელად ეგრევე ამოატრიალებ და მე უკვე მეორე მხარესაც იგივენაირად მოკლედ რაც საჭირო არის იდოვებს რაც არა და დავლა იღრება და გამოდის მე უკვე ძალიან მაგარი რა და რას ვთავარი ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი აი რა წამსაც შამპურს დადებ ეგრევე უნდა დაიწყო ტრიალი გოგო წვადი რო არ გეჭმება იცი იცი რასილო გავტუჯებს არ გეჭმება თქო კარგად იშლება რა რაც თავარია იმიტომ რომ ისე უნდა კონდეს ზუსტად უნდა იყოს განაწილებული მოდი ნახოთ აი დაუშვათ მოდი ეს ნაჭერი ვნახოთ აბა ბიჭები სად ხართ მოდით აჰა მე გავხსნი თავი ხორცია